სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ მოგვიყვანა ამ დღესასწაულამდე. ჩვენ თუ შევნიშნავთ, ესე იგი, საეკლესიო ახალი წელი არის ხოლმე ძველი სტილით 1, ახალი სტილით 14 სექტემბერი. პირველი დღესასწაული, რითიც იწყება ეს ახალი წლის ღვთისმსახურება, პირველი დიდი საუფლო დღესასწაული არის ხოლმე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელიც არის ახალი სტილით 21 სექტემბერს. და ამ 12 დღესასწაულთაგან ყველაზე ბოლოს, რომელთაც უკვე სრულდება ფაქტიურად ის წელიწადი, არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. ესეც არის ძალიან ნიშანდობლივია და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ასე შეხედოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს და ის სიდიადე დაინახოს ამაში, რომ რამხელა მნიშვნელობა ეთმობა საერთოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან დაკავშირებულ დღესასწაულებს. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, ესე იგი, წმინდა დიონისე არეოპაგელის სიტყვები, რომელთაც ის პავლე მოციქულს თავის მოძღვარს წერს და ეუბნება, რომ როდესაც მან ნახა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ის ეუბნაოდა, რომ მე რომ არ მცოდნოდაო შენგან, რომ ღმერთი მამაკაცად უნდა მოვიდესო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მეგონებოდა ადამიანად მოსული ღმერთი. იმდენად იყო დამსგავსებული თავის ძეს და ჩვენს ღმერთს. ესე იგი, წმინდა გრიგოლ ნოსელი ასეთ რამეს ამბობს. ქრისტიანობა არისო, ქრისტესადმი ბაძვა იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანურ ბუნებას შეუძლია. არასოდეს თავს არ აიმაღლებდა არაფრის გამო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. აი, შეიძლება ითქვას, რომ ვერც კი შეატყობდი თუ ის სხვებისგან რაიმეთი იყო გამორჩეული. აი, რომ არ ცოდნოდა ადამიანს სახეზე ვინ არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ვერც კი მიხვდებოდა, რომ ის არის განკაცებული ღმერთის დედა. ჩვენ სამწუხაროდ ხშირად არის, რომ რაღაცა ერთ ქვას მეორე ქვაზე დავადებ და არ იქა თავი გვაქვს აწეული, რომ ჩვენ გავაკეთეთ ეს ორი ქვა როდევს, ეგ ჩვენი დამსახურებაა. ან ვინმე შვილი პატარა წარმატებას მიაღწევს და არ იქა ეს არის დედა, ეს არის მამა შვილისა და თავი მოგვაქვს. როგორი სიმდაბლე უნდა ჰქონოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ ღმერთი მისგან განკაცდა, განხორციელდა და ის კვლავ თავმდაბალი დარჩა. არა მარტო თავმდაბალი დარჩა, არამედ რამდენი რამ მოითმინა მან, რამდენი განსაცდელი მოითმინა, რამდენი ჭირი გამოიარა. ისე რომ თითოეული განსაცდელის დროს ადამიანს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უნდა ახსენდებოდეს. წარმოიდგინეთ, ჯვარზე გაკრულ თავის ძეს რომ უყუროს. იმ ადამიანია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ყველაფერთან ერთად, იმ სიწმინდესთან ერთად ადამიანია და მან უყურა თავის შვილს ასეთ მდგომარეობაში. თითოეული ადამიანი, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, მანდილოსანი უნდა ბაძავდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და ის კრებული, რომლის დედაც არის თითოეული ქრისტიანის დედა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ეს კრებული უნდა ბაძავდეს მას. მის ცხოვრებას უნდა კითხულობდეს. სხვათა შორის არის აღწერილი, მისი გარეგნობაც არის აღწერილი, მისი თვისებები არის აღწერილი. შეიძლება რომ ადამიანი რაც უფრო მეტად გაეცნობა, უფრო მეტად მოუნდეს, რომ მას მიბაძოს. რაც უფრო მეტად გაეცნობა იმ შეწევნას, რაც უამრავი ადამიანის ცხოვრებაში გამოვლინდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნა. რაც უფრო ხშირად გაეცნობა ამას ადამიანი, მით უფრო მეტად ეიმედებოდეს იქნება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და
რეალურად გრძნობდეს იმ შეწევნას, რაც მისგან მომდინარეობს. ერთ-ერთი ღვთისი მამა ამბობს, იღუმენი ნიკონი, ჩვენ თუ მხოლოდ წერთ და ვკითხულობთ ქრისტიანობის შესახებ, ეს ჩვენ ვერ გვაცხონებს. ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვკითხულობდეთ, რაღაცებს ვისმენდეთ, მაგრამ რეალურად უნდა შეეხო ამ ყველაფერს, რომ აი შესთხოვ რწმენით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მისგან მიიღებ ამ შეწევნას. უამრავი ადამიანი ყოფილა, აი პირველი რაც გამახსენდა, ესე იგი წმინდა ივანე დამასკელის ცხოვრებაში არის ასე, რომ მას იმის გამო, რომ ქრისტეს ერთგული იყო, სხვადასხვაგვარად დასწამეს ცილი, სახელმწიფო ღალატში დასწამეს ცილი, მეფემ არ გამოიკითხა და ხელი მოჰკვეთეს. ხელი მოჰკვეთეს კაცს, რომელსაც სპეციალურად საგანგებოდ გაუკეთეს ეს, რომ მას აღარ დაეწერა ქრისტიანობის შესახებ, აღარ დაეწერა ხატთაყვანისმცემლობის შესახებ. მაშინ ეს განსაცდელი ედგა ეკლესიასთან. მას ხელი მოჰკვეთეს და წაიღეს და მთელი დღე ბაზარში ჩამოკიდეს, სადაც უამრავი ხალხი იყო, რომ აი ესე სამაგალითოდ დასაჯეს სახელმწიფოს მოღალატე. ანუ რა გააკეთეს? შედგეს წერილი, თითქოს მტერს ეუბნეოდა, რომ ეს სირიაში ხდება, დამასკოში ხდება. თითქოს ეუბნეოდა მტერს, რომ შემოდით და მე სამეფო კარზე მსახურობ და წმინდა ივანე და მე შეგიძღვებით, მე გაგიხსნით კარებს და ასე შემდეგ. მიამგვანეს მის ნაწერს და თითქოს ეს გზავნიდა და ეს ჩაუვარდა ვითომ ვიღაცას და მეფესთან მიიტანეს როგორც კეთილის ყოფილება. აი ნახეო შენი სამეფო კარის მოხელე რებს აკეთებს. მეფემ ხელი მოკვეთა, როგორც გითხარით, ხელი გამოჰკიდეს ბაზარში და დღის ბოლოს ისევ დაუბრუნეს ივანეს. ის ამ მოკვეთილი ხელით, რომელიც ნაჭერში ჰქონდა გახვეული, მივიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან და ლოცულობდა და ამ ლოცვის დროს ჩაეძინა. და რომ გაიღვიძა ეს ხელი, ისე ჰქონდა კვლავ ბუნებრივად, რომ არც კი ეტყობოდა სად იყო მოკვეთილი. და არსებობს ასეთი ხატი, სამხელიანი ღვთისმშობელი. ესე ეძახიან, თორე ღვთისმშობელს თავის დაუწყალდი ორი ხელი. ერთი ხელით ქვემოთ არის გამოსახული, აი ამის აღსანიშნავად, რომ აი ამ ხატთან ლოცულობდა წმინდა ივანე და ის ნაჭერი, რითაც ხელი ჰქონდა შეხვეული, მთელი ცხოვრება თავზე ატარებდა. და წმინდა ივანეც, როგორც აი აბოთბილელის ხატი ხომ გინახიათ, თავზე რომ თეთრი სახოი, აი ესე გამოისახება წმინდა ივანე მთელი ცხოვრება მადლიერების ნიშნად და არა მარტო მადლიერების, იქნებ იმისთვისაც, რომ ჩვენთვისაც თვალსაჩინო და სამაგალითო ყოფილიყო, რომ ესე იგი ამგვარი შეწევნა უამრავი არსებობს. რატო ამბობ? თუ ადამიანი რწმენით შეევედრება, აი ჩვენ რომ დედას რაღაცას ვთხოვთ, ესე იგი თუ დედას შეუძლია ხომ აკეთოს და თუ არ შეუძლია, მაინც ხო ცდილობს, რომ ყველაფერი აკეთოს, რაც შეუძლია თუ არ შეუძლია. და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს გაცილებით და შეუდარებლად მეტი შეუძლია. თავარია, რომ ადამიანმა რწმენით მიმართოს და პირველ რიგში უნდა ითხოვოს არა ხორციელი, არამედ სულიერი უნდა ითხოვოს. იმიტომ რომ ახლა შევხედავთ აი სამრევლოს წევრებშიც და ისედაც ხედავთ, რომ ადამიანი, როდესაც მოშორდება აი ამ კრებულს, ეკლესიის კრებულს, როდესაც მიატოვებს ის სულიერ ცხოვრებას, ბუნებრივად აღმოცენდებიან ხოლმე ხორციელი პრობლემებიც, სხვადასხვაგვარად გამოვლენილი. და ადამიანი იტანჯება, თითქოს მიდის იმის გამო, რომ დრო მეტი ჰქონდეს და მეტი თავისუფლება ბრწყალებს, თორე წოდების მონობა სულაც არ არის თავისუფლება. მიდის იმის გამო, თითქოს ეს ეძნელება და უფრო გაიოლა ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში მან წალების მეტი ვერაფერი ვერ ნახა. მერე ეს განსაცდელები და ტკივილი კვლავ უკან აბრუნებს ადამიანს. ოღონდ ზოგი მალევე და ზოგი წლების მერე წლები იტანჯება და მერე ღამე აცნობიერებს. აი უძღვები ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანი წავიდა მამის სახლიდან. საგანგებოდ არც ჩანს ეს სახარებაში. 1 თვე წავიდა, 3 წელი წავიდა თუ რამდენი არ ჩანს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში წავიდა და ტკივილმა მოიყვანა უკან.
და ჩვენ შემთხვევაშიც ესე ადამიანები მიდიან და მე იმკივის მოყავს ზოგი შორიდან დგას და ეკლესიის კრებულს განიკითხავს. მეუფე ანდრიამ ერთხელ თქვა ასეთი სიტყვა. შეიძლება ჩვენ აქ მართლაც ცოდილები ვართ, ეკლესიის წევრები ვართ, ცოდების მეტი რა გვაქვს, მაგრამ ვერც ერთ კრებულს, ვერც ერთ საზოგადოებას ვერ იპოვით აი ამ კრებულზე წმინდად რო ცხოვრობდეს სამყაროში. ვერ ნახავთ. უბრალოდ თქვენ დააკვირდით, რა სფეროში თქვენ ახართ, სადაც მუშაობთ თუ სადაც სწავლობთ თუ სადაც გაქვთ შეხება, დააკვირდით უბრალოდ იმ სფეროში რა ხდება ზოგადად. და ადამიანი ვერ ნახავს იმაზე წმინდა კრებულს. რა თქმა უნდა, აქაც ცოდილები ვართ, მაგრამ ეს ცოდილები ღმერთის იმედად არიან. ეს ცოდილები ნანობენ, ეს ცოდილები ცდილობენ უფალს მიემსგავსონ. ეს ცოდილები თავს არ იმართლებენ ამა თუ იმ ცოდვის გამო. პირიქით, ყოველთვის ახსოვთ ეს, რომ ეს ჩვენ ცოდვა და ბრალი მიგვიწვლის ღვთის წინაშე. და აქ ყოფი ცოდილები ფიქრობენ იმაზე, რომ როგორ იქნება ღმერთთან შეხვედრის წამი. და რომ ეს აუცილებლად დადგება. და რომ იმ წამზე მთელი მარადიულობაა დამოკიდებული. თუმცა ის იმ წამში კი არ წყდება, არამედ აი აქ თითოეული ნაბიჯის დროს წყდება. და ამიტომ თითოეული ნაბიჯის დროს ადამიანს ის წამი უნდა ახსენდებოდეს ღმერთთან შეხვედრისა. აი ამ ნაბიჯის გამო მე იქ რა მომელის. გახსოვთ აი თხოვნითი კვერექსი რომ არის, იქ ამბობთ რომ მოგმადლოს უფალმა ქრისტიანული აღსასრული. ქრისტიანული აღსასრულია ყველაზე მეტად სათხოვარი და სანატრელი. თუ რამე აი ერთი თხოვნა რო გქონდეს ადამიანს, აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ, ხო? ერთი თხოვნა რო აი რა უნდა ითხოვო? უნდა ითხოვო ქრისტიანული აღსასრული. იმიტომ იმ ქრისტიანულ აღსასრულზე რა მდგომარეობაში წახვალ ამ წუთის ოფლიდან, იმაზეა მთელი მარადიული, სიხარული თუ ტანჯვა დამოკიდებული. ამიტომ მაგას დიდი სათხოვარი ქრისტიანს არ აქვს. ამიტომაც უფალი ამბობს, პირველად სასუფეველი ეძებეთ და მისი სიმართლე და დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ თქვენ. ეს უფლის სიტყვებია, ეს შეუძლებელია რომ არ შესრულდეს. ამიტომაც შევთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს პირველ რიგში ის, რაც ჩვენს მარადიულ სიხარულს მოიტანს და დანარჩენი ყოველივე შეეძინება ადამიანს. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ, გახარებულები იყავით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იმედი არ მოგშლოდეს არასოდეს. ესე იგი, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შაბათს მსახურება არ გვექნება, რადგან ჩვენი სამრევლო სკოლის ბავშვები, რომლებმაც გაიმარჯვეს ფერისცვალებასთან დაკავშირებულ შეჯიბრებაში, მიგვყავს 3 დღით და კვირას ჩვეულებისავე ღვთისმადლით იქნება წირვა. ეხლა ამ შეჯიბრებაზეც ორი სიტყვით მინდა ვთქვა, ესე იგი. ეხლა მრევლი ხედავს, რომ ეს ბავშვები ხან იქ მიყვავს, ხან იქ მიყვავს, ხან ამის გამო ზოგჯერ პარაკლისი ვერ ჩავატარეთ, ხან რაღაც მოხდა. თუმცა ისიც მსახურების ნაწილია. და ისიც ამ ბავშვებისთვის და არა მარტო ამ ბავშვებისთვის, ესე იგი, სწავლებაა ერთგვარი, რომ თუ ადამიანი იშრობებს, ეს შრობა დაუფასდება. ვიღაც უფრო მეტად მოინდომებს და იშრომებს. და არიან აქ ბავშვები, ესე იგი, დღიდან იმ შეჯიბრებების ჩამოყალიბებისა შეიძლება ზოგი 7-ჯერ ან 8-ჯერაც კი არის თავისი გამარჯვებით, შრომით ნამყოფი. სადღაც ხან ზამთარში ბაკურიანში თუ ხან იქით და ხან აქეთ ზაფხულს თავისი ადგილები აქვს, ზამთარს თავისი და თავისი შრომით და ეს ცხოვრებისეული მაგალითი. თუ იშრობებ ცხოვრებაში რაღაცა გამოვა. თუ არ იშრობებ არ გამოვა. ვინც უკეთ იშრობებს, მისთვის გამოვა. ერთ-ერთი ცნობილი კალათბურთელი თუ არ ვცდები ასეთ რამეს ამბობდა. ვინც ბევრ შრომობსო, მას უფრო მეტად უმართლებს. უმართლებს, ეს ესეთი ნათქვამია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას უფრო მეტად მოემართება ხელი. ვინც უფრო მეტ შრომობს.
ამიტომ ის რომ არა ჩემგან, არამედ ღვთისგან, ესე იგი, მე რო არ ყოფილიყავი ამ სამრევლოში, სხვა იქნებოდა სასულიერო პირი. და ის გააკეთებდა ამას. ყოველ შემთხვევაში ამ სამრევლოზე არის ეს და ღმერთი ამხრივად წყალობს, ესე იგი, რომ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თუნდაც შეიძლება ოჯახმა იგი წაიყვანოს სადღაც, მაგრამ უამრავ ბავშვთან ერთად წასვლას სხვა ხალისი და სხვა რაღაცა აქვს კიდე. და შეუძლიათ ადამიანებს მოიპოვონ. მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისათვის. ღმერთმა დალოცული და გახარებული. ერთი ბავშვია